მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2016 წლის იანვარი, ამოცანა ნომერი 3. დედამიწის ზედაპირის მახლობლად თავისუფალი ვარდნის აჩქარება არის ჟეო და რისი ტოლი არის თავისუფალი ვარდნის აჩქარება დედამიწის ზედაპირიდან მისი დიამეტრის ტოლს სიმაღლეზე. კი ბატონო, ესე იგი, მოდით ავიღოთ პირველ რიგში დედამიწა ავიღოთ. ასე, ეს იყოს დედამიწა. ეს არის რადიუსი. ერი. ეხლა დედამიწის ზედაპირზე ჟ რისი ტოლი არის, ესე იგი ჟ ტოლი არის ჟ გრავიტაციული მუდმივა გამრავლებული დედამიწის მასაზე შეფარდებული დედამიწის რადიუსის კვადრატთან, ხო? r კვადრატთან. ასე ბატონო ჩემო. და ეხლა განვიხილოთ კიდე გვინდა ჩვენ დედამიწის ზედაპირიდან 2r მანძილი, ხო? ანუ სადღაც აი აქ. აი ეს უნდა განვიხილოთ ჩვენ რის ტოლია ჟ, სადაც აი ეს არის დიამეტრის ტოლიო და დიამეტრი გამოდის 2r, ხო? 2r. და აი აწეტილი დავარქვათ, აი ამ აწეტილში რის ტოლი არის თავისუფალი ვარდნის აჩქარება გვაინტერესებს. ამას მოდით დავარქვათ ჟ პრიმი, ან ჟ აწეტილში ტოლი იქნება ჟ ჯერ m შეფარდებული ცენტრიდან ამდე მანძილის კვადრატთან, რომლის ტოლი იქნება r-ს კიდე ემატება 2r, 3r-ის კვადრატი იქნება, ხო? 3r-ის კვადრატი. ეს ტოლი იქნება ჟ m შეფარდებული 9r კვადრატთან, ხო? და მოდი ასე დავწეროთ, ეს 9 ასე დავწეროთ, 1/9 დავწეროთ წინ. 1/9. რატო გავაკეთეთ ესა? იმიტომ რომ თუ დავაკვირდებით, თვითონ აი ეს გამოსახულება უკვე, აი ეს რაც აქ არის. წარმოადგენს საწყის ჟს, ხო? სანამ სიმაღლეს მოვუმატებდით. ანუ ეს თავისუფლი ჟ არის და ესე იგი ეს გამოგვდის ტოლი ჟ9-ის. ანუ თავისუფალი ვარდნის აჩქარება დიამეტრის ტოლ მანძილზე 9-ჯერ CZBA. შესაბამისად პასუხი იქნება ჟ აწეტილში უდრის ჟ9-ს. სად არის ასეთი პასუხი? პასუხი A.